გიფიქრი აუდესმე იმაზე, თუ რატომ გამოიმუშავებ შენი ყოფილი თანაკლასელი თუ ნაცნობი უამრავ ფულს, რომელიც სასკოლო დაფასთან ორ სიტყვასაც ვერ აბამდა. და ამავდროულად რატომ მუშაობს კლასის ყველაზე გამორჩეული მოსწავლე, რომელმაც ყველა კითხვაზე იცოდა პასუხი, არც თუ ისე სახარბიელო სამსახურში და ხელფასიდან ხელფასამდე ითვლის შემოსავალს. აქედან გამომდინარე, ხშირად გვეჩვენება, რომ სამყარო უსამართლოა. სინამდვილეში კი ამ ყველაფერს მკაფიო მიზეზები განსაზღვრავს, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ განათლება და ინტელექტი შესანიშნავი ინსტრუმენტია, თუ არ იცი მისი გამოყენება, იგი შეიძლება მძიმე ტვირთად იქცეს, რომელიც ფსკერისკენ გეკაჩება. სწორედ ამიტომ დღეს გავარჩევთ კონკრეტულად რა დაბრკოლებები უშლით ხელს ჭკვიან ადამიანებს წარმატების მიღწევაში და რატომ აღწევენ ბევრად დიდ რეზულტატებს ისინი, ვინც ხშირ შემთხვევაში სულელებად ითვლებიან. ვიდეოს ბოლოს კი მოგცემ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარება გამოიყენო შენი ცოდნა და მარტივად მიაღწიო მიზნებს. პირველი შეცდომა, რომელიც ჭკვიან ხალხს ახასიათებს, ეს არის სურვილი, რომ ყველაფერი თავად გაარკვიონ. დიდრებსა და ჭკვიანებს შორის მთავარი განსხვავება არის ის, თუ როგორ რეაგირებენ დაბრკოლებებზე. როგორ მოქმედებს ჭკვიანი ადამიანი, ხო? მისი პირველი ინსტინქტია პრობლემის შესწავლა. ის ამას ინტელექტუალურ გამოწვევად აღიქვამს, შესაბამისად იწყებს წიგნების კითხვას, საათობით ვიდეოების ყურებას. ცდილობს გახდეს ექსპერტი გადასახადებში ან მარკეტინგში ერთ საღამოს. მისთვის ამოცანის ამოხსნა თავსატეხია, რომლისგან სიამონებას იღებს. ხოლო როგორ მოქმედებს წარმატებული ადამიანი? ის არ ხარჯავს დროს შესწავლაზე. მისი პირველი შეკითხვაა, ვინ შეიძლება რომ დამეხმაროს? ის ეძებს იმას, ვინც უკვე გადაჭრა ეს ამოცანა, ქირაობს ექსპერტს და მიდის წინ თავისი მიზნისკენ. არსი მარტივია, ჭკვიან ადამიანს ცოდნის მიღების პროცესი უყვარს, წარმატებულს კი შედეგი. სანამ ჭკვიანი თვეების განმავლობაში ლამაზად ცდილობს რომ გადაწყვიტოს პრობლემა, მდიდარი მას 5 წუთში სხვების დახმარებით აგვარებს და ამ დროის განმავლობაში კიდევ უფრო წინ მიიწევს. მეორე დაბრკოლება, ეს არის ეგო. რატომ უჭირთ ჭკვიან ადამიანებს დახმარების თხოვნა? ამის მიზეზი არის ეგო. რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა, ხშირ შემთხვევაში იგი მით უფრო ამპარტავანია. მას გონია რომ რჩევის თხოვნა, ან ამოცანის დელეგირება ნიშნავს საკუთარი სისუსტის და არაკომპეტენტურობის აღიარებას. თუმცა რეალობა სხვაგვარად მუშაობს. რაც უფრო დიდია შენი ეგო, მით უფრო რთულია რომ მიაღწიო წარმატებას ნებისმიერ სფეროში. იქნება ეს გაყიდვები, ბიზნესი, პირადი ურთიერთობები თუ ასე შემდეგ. რადგანაც ამპარტავნობა არ გაძლევს შესაძლებლობას, იყო მოქნილი, სადო, მიიღო უარი, დამარცხდე, გამოიტანო დასკვნები და ამაყად გააგრძელო გზა. ჭკვიან ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ეთაკილებათ რომ ითხოვონ დახმარება. მიიღონ უარი, ემსახურონ სხვას, ან სადონ რაიმე, რაში შეიძლება რომ არაკომპეტენტურობი გამოჩნდნენ. ამიტომ სხედან უმოქმედოთ და ელოდებიან როდის შეაფასებს სამყარო მათ გენიალურობას, მაგრამ სამყარო ასაჩუქრებს მხოლოდ მათ, ვინც რეალურად მოქმედებს. შემდეგი მიზეზი ეს არის თავდაჯერებულობის არქონა. ალბათ ისიც შეგიმჩნევია თუ როგორ თავდაჯერებულად იწყებენ ზედაპირული ცოდნის მქონე ადამიანები ბიზნესებს. ან ყიდიან სხვადასხვა კურსებსა თუ კონსულტაციებს. ეს არ ხდება იმიტომ, რომ ისინი თავხედები არიან. არამედ იმიტომ, რომ სიბრიყვის პიკზე ადამიანმა იმდენად ცოტა იცის, რომ ამოცანის მთელ სირთულეს ფიზიკურად ვერ ხედავს. და ურთულეს პროცესებსაც კი უმარტივესად აღიქვამს. მაგალითად, თუ ასეთი ადამიანი გადაწყვეტს რომ გახსნას კაფე, იფიქრებს რომ რა უნდა ამის გაკეთებას, უბრალოდ უნდა დაამზადო ყავა და ითვალო ფული. სწორედ ეს ბრმა თავდაჯერებულობა ეხმარება მათ პირველი ნაბიჯის გადადგმაში, რაც ასე მნიშვნელოვანია. ეს არის დანინ-კრუგერის ეფექტი, რომლის შესახებაც დეტალურად ჩემს Instagram გვერდზე მოგიყვებით, რომლის ლინკიც აღწერაშია. მიუხედავად იმისა, რომ ასე ზერელად შეფასებული საქმეების უმეტესობა მალევე იხურება, ზოგიერთი მაინც ახერხებს გამოცდილების შეძენას, პროცესშივე გამოსწორებას, გადარჩენას და შემდგომ განვითარებას. ჭკვიანი ადამიანი კი ასეთ გაუაზრებელ ნაბიჯს არასდროს გადადგამს. ის თავიდანვე ხედავს უამრავ მიზეზს, თუ რატომ არ გამართლებს მის მიერ წამოწყებული საქმე. მაინც ის რისკების, გადასახადების, ლოგისტიკის, კონკურენციის და სხვა უამრავი გასაანალიზებელი ფაქტორის შესახებ. შედეგად მისი ინტელექტი მუხრუჭად იქცევა. ის მუდმივად ეჭვობს, თავს არასაკმარისად მზად მიიჩნევს და ცდილობს იდეალურად შეისწავლოს საქმე, რათა დაიწყოს ბიზნესი, ან იდეალამდე მიიყვანოს საკუთარი ცოდნა, რათა მისცეს თავს უფლება, რომ ასწავლოს სხვას. შესაბამისად ეს პერფექციონიზმი არასდროს არ აძლევს ნაბიჯის გადადგმის უფლებას და ასე შიშსა და მზადებაში ერთადგლას ატარებს მთელ საკუთარ ცხოვრებას. დაიმახსოვრე, სანამ ჭკვიანი იდეალურ მომენტს ეძებს, არაკომპეტენტური უკვე უშვებს შესტუმებს, ასწორებს მათ და იღებს რეალურ გამოცდილებას. ცხოვრებაში კი მოქმედებას ცოდნის გარეშე უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ცოდნას მოქმედების გარეშე. რადგან პირველ შემთხვევაში მინიმალური შანსი მაინც არსებობს წარმატების მიღწევის. შემდეგი პუნქტი არის ნეტვორკინგი. ბუნებაში გადარჩებიან არა ჭკვიანი მარტოხელები,
არამედ ისინი, ვისაც შეუძლია რესურსების გაცვლა. მედიცინაშიც კი არსებობს ასეთი ტერმინი კონიუგაცია, რაც გულისხმობს ბაქტერიების მიერ ერთმანეთისთვის ინსტრუქციის გასვლის პროცესს, თუ როგორ გადარჩენ ანტიბიოტიკების მოქმედების ქვეშ. თუ ერთმა ბაქტერიამ მაინც გაიგო საიდუმლო, ერთ საათში ყველას აქვს იმის უნარი, რომ გაუმკლავდეს ანტიბიოტიკის ზემოქმედებას. წარმატებაც ანალოგიურად მუშაობს ადამიანების სამყაროში. ეს არის რესურსების გაცვლა. თუ შენ ჭკვიანი მარტოხელა ხარ, აგროვებ ცოდნას და არ უზიარებ მას ხვებს, ასევე არ იღებ ინფორმაციას ხვებისგან, შენ იმის მაგივრად რომ ცოდნას მისე დინების საშუალება მისგან ეგრეთ წოდებულ კაშხალს ქმნი. სიმდიდრე კი განსხვავებულად მუშაობს, რაც უფრო მეტი კავშირი გაქვს, რაც უფრო ხშირად ითხოვრჩევას და უზიარებ შენს გამოცდილებას ხვებს, მით უფრო სწრაფად მოედინება წარმატებაც. ფული არ არის ის, რასაც იმსახურებ შენი ერუდირებულობის გამო. ეს არის ნდობის მანდატი სხვა ადამიანებისგან. მათ ჯერათ, რომ შენ რესურსებს უკეთ გამოიყენებ, ხოლო იმისათვის, რომ სხვები გენდობოდნენ, უნდა შეგეძლო შენი ჭიშკრის გახსნა, სამყაროსთან ურთიერთობა, ცოდნის გაზიარება და მიღება. ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაწყვიტო ჩვევების ეს ჯაჭვი და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენო შენი შესაძლებლობები წარმატების მისაღწევად. ამისათვის საჭიროა გაითვალისწინო ეს 3 წესი. წესი ნომერი 1. ყოველ ჯერზე, როცა პრობლემას აწყდები დასვიკითხვა ვინ, ნაცვლად კითხვისა როგორ. ნუ გუგლავ როგორ გავაკეთო ეს, იკითხავ ვინ გააკეთა უკვე ეს. ამისათვის კი საჭიროა გამოიყენო დახმარების შემდეგი მოდელი. პირველ რიგში, სთხოვე დახმარება იმას, ვინც უკვე გადაჭრა ეს ამოცანა. თუ ნაცნობები არ ყავს, იკითხე სპეციალიზირებულ საზოგადოებაში ან ჩატში. ან უბრალოდ თავაზიანას თხოვე უფასო რჩევა ექსპერტს, რაზეც ხშირ შემთხვევაში დადებით პასუხს მიიღებ, რადგანაც ადამიანებს უყვართ სხვების დახმარება. მეორე, დაამარცხე მოგრძალება. თანამედროვე სამყაროში მოგრძალება წარუმატებლობის გარანტიაა. თუ მაგარი სპეციალისტი ხარ, მაგრამ დუბ ხარ, შენ უკვე ერთი ნაბიჯით უკან ხარ იმასთან შედარებით, ვინც მამაღლა განარსობს საკუთარ იდეებს. ამიტომ მნიშვნელოვანია დაიწყო ლაპარაკი, გამოჩნდე და არ შეგეშინდეს წარუმატებლობის. მესამე, ნუ შეეცდები იყო იდეალური. პერფექციონიზმი უდიდესი პრობლემაა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. იმ დროის განმავლობაში, რომელსაც შენ ხარჯავ შენი პროდუქტისა თუ ცოდნის იდეალამდე მიყვანაში, სხვა უკვე ცდილობს, იღებს პრაქტიკულ გამოცდილებას და ერგება რეალობას. ამიტომ მნიშვნელოვანია ცოდნის მიღების რაღაც ეტაპზე ცოტა შენელდე. დაფიქრდე იმაზე, თუ როგორ გამოიყენო დაგროვებული ინფორმაცია და გადადგა პირველი ნაბიჯი. ამ ვიდეოდან ესეთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. ინტელექტი მოქმედების გარეშე ეს არის ბიბლიოთეკა მიტოვებულ ტყეში, რომელსაც არანაირი სარგებელი არ გააჩნია. წარმატებული ადამიანები არ არიან ისინი, ვინც ყველა კითხვაზე იციან პასუხი, არამედ ისინი, ვისაც არ ეშინიათ კითხვების დასმა და იმის აღიარება, რომ რაღაც არ იციან. ამიტომ ნუ შეგეშინდება შენი უსოდენრობის. გეშინოდეს ეგოსი, რომელიც ხელს გიშლის ზრდასა და განვითარებაში. მოკლე ანალოგია რო გავალოთ, წარმოიდგინე, რომ შენი გონება არის ფერარი, რომელიც ავტოფარეხში იდგას და დაუსრულებლად სწავლობ მისი გამოყენების ინსტრუქციას. შესაბამისად, ვერასდროს ვერ მიდიხარ. ამ დროს კი ვიღაც საკუთარ 30 წლის წინანდელ მანქანაზე უბრალოდ გასაჭერს და აღწევს დანიშნულების ადგილამდე. ამიტომაც გამოიყვანე შენი ფერარი ავტოფარეხიდან და დაიწყე მოძრაობა.